ვაჟა-ფშაველადან Walt Disney-მდე, რაჭველი კაცის ნახატი, გროშებად ნაყიდი მოთხრობა და მილიარდიანი ჰიტი, რომელმაც ჰოლივუდის მულტიპლიკაცია შეცვალა. ბავშვობაში ალბათ ყველას წაგიკითხავთ ვაჟა-ფშაველას შვილის ნუკრის ნაამბობი. კლასგარეშე საკითხავიც არ გამოგრჩებოდათ და ფელიქს ზალტენის ქართულ ენაზე ნათარგმნი ბემბი ცხოვრება ტყეშიც გადაკითხული გექნებათ. აღარაფერი რომ ვთქვათ Disney-ის ბემბიზე, რომელიც ბუნებრივია ყველას ნანახი გვაქვს. მაშინ ანუ ბავშვობაში პლაგიატის მნიშვნელობა არ ვიცოდი, თუმცა გულის სიღრმეში ყოველთვის მჯეროდა, რომ ბემბი სინამდვილეში ვაჟას შვილის ნუკრი იყო. 10 წლეულები გავიდა და კითხვაზე პასუხი ვერადავერ ვიპოვნე. პატარა ლირიულ გადახვევას გავაკეთებ. ცოტა ხნის წინ ოსკარის ნომინანტი ამერიკელი კინოპროდიუსერი, სცენარისტისა და რეჟისორის ტეილორ შერიდანის მრავალსერიანი ვესტერნი ვნახე, რომელიც ველური დასავლეთის ათვისებაზე, ადამიანისა და ბუნების მარადიულ ჭიდილზე მოგვითხრობდა და ჯერ 1883 წლის შემდეგ კი 1923 წლის მოვლენებს ასახავდა. ამ ორ თარიღს შორის ქვეცნობიერმა მაშინვე რაღაც იდუმალი, მაგიური კავშირი ამოატივტივა. სწორედ ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა იყო მთავარი იმ ეპოქის ქართველი მწერლის, ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში. და რა საოცარი დამთხოვაა, რომ ვაჟას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, შვილის ნუკრის ნაამბობი ზუსტად 1893 წელს დაიწერა. მისი ავსტრიული ანალოგი ფელიქს ზალტენის ბემბი ცხოვრება ტყეში კი 1923 წელს, ანუ მთელი 40 წლის შემდეგ. ვაჟა-ფშაველა და ფელიქს ზალტენი თითქმის ერთი ეპოქის მწერლები იყვნენ. მათ შორის ასაკში სულ 8 წელიწადი იყო სხვაობა, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს. უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში დაბადებულმა ებრაული წარმოშობის ავსტრიელმა მწერალმა და ლიტერატურულმა კრიტიკოსმა ფელიქს ზალტენმა, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი ზიგმუნდ ზალცმანი გახლდათ და მწერლობამდე ჯერ დაზღვევის აგენტად მუშაობდა, ერთხელ როგორღაც აღნიშნა, რომ ბემბის სახელი იტალიაში მოგზაურობისას მოაფიქრდა, როდესაც ადგილობრივებისგან გაიგო, რომ პატარა ბიჭუნა იტალიურად ბამბინოს ნიშნავს. თუმცა არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თუ საიდან გაუჩნდა მოთხრობის სიუჟეტის იდეა. კიდევ ერთი დამთხვევა ის არის, რომ იმავე 1923 წელს ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა გამომგონებელმა გრიგოლ კობახიძემ, რომელსაც ახალ სამყაროში ჯორჯ კობის სახელით იცნობდნენ და რომელიც სხვათა შორის 1893 წელს იყო დაბადებული, ვაჟა-ფშაველას შვილის ნუკრი ქართულ ორნამენტებთან და ვაზის კონტურებთან ერთად საშობაო ნაძვისხის პირველ შუშის სათამაშოზე უკვდავყო. კიდევ 10 წლის შემდეგ 1933 წელს კი პროდიუსერმა და რეჟისორმა სიდნი ფრანკლინმა ზალტენის მოთხრობის ეკრანიზაციის უფლება სულ რაღაც $1000 იყიდა და სტუდია მეტრო გოლდვინ მაიერის ბაზაზე მხატვრული ფილმის გადაღება გადაწყვიტა. თუმცა მალევე მიხვდა, რომ ეს მეტისმეტად ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული. სტუდია United Artists-ის წარმომადგენელმა ჯოზეფ შენკმა მას მულტფილმის შექმნა ურჩია Walt Disney-სთან ერთად, რომელიც იმხანად პირველი სრულმეტრაჟიანი მულტიპლიკაციური ფილმის გადაღებაზე ოცნებობდა. თუმცა Disney-მ თავდაპირველად უარი თქვა. 2 წლის შემდეგ კი კვლავ დაუბრუნდა პროექტს და ფრანკლინისგან ეკრანიზაციის უფლება გამოისყიდა. ბემბიზე მუშაობა მთელი 5 წელი მიმდინარეობდა. ამასობაში Disney-მ უკვე რამდენიმე სრულმეტრაჟიანი მულტფილმის შექმნა მოასწრო. ეს იყო პინოქიო, რომელმაც 2 ოსკარი დაიმსახურა, ფანტაზია, რომელსაც ასევე 2 ოსკარი ერგო და რა თქმა უნდა ფიფქია და 7 ჯუჯა, რომელიც 1 დიდი და 7 პატარა მინიატურული ოსკარის მფლობელი გახდა. რაც შეეხება ბემბის, რომელიც სხვათა შორის Walt Disney-ის ფავორიტი მულტფილმი გახდა. ანიმატორები მთელი წელი ცდილობდნენ როგორმე სწორად დაეხატათ შვილის ნუკრი. უფრო მეტიც, Disney-მ ისინი ჯერ ლოს-ანჯელესის ზოოპარკში წაიყვანა და ირმებსა თუ კურდღლებზე დაკვირვება დაავალა. შემდეგ კი სტუდიის პავილიონში პატარა ზოოპარკი თავად მოუწყო. მულტიპლიკაციური გმირების შექმნისას მათ ცხოველების მხატვარი რიკო ლებრუნიც დაეხმარა. მისი ესკიზები საკმაოდ რეალისტური ჩანდა, თუმცა უკეთესი ვერსია მარკ დევისმა შექმნა, რომელმაც თითქოს სული შთაბერა და ცოცხლა ნახატები. ტიტრებში მითითებული არ არის, თუმცა მულტფილმის პეიზაჟებზე, ფერებსა და განწყობაზე უდიდესი გავლენა ჩინელი მულტიპლიკატორის ტაირუს ვონგის მხატვრობა მიქონია. სწორედ მის მიერ შექმნილ ფონზე ხატავდნენ Disney-ის ანიმატორები მულტფილმის პერსონაჟებს. მაგრამ ეს ყველაფერი როგორც ჩანს, მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი. უმთავრესი შთაგონების წყარო კი Disney-ისთვის სწორედ ის შუშის სათამაშო გახდა, რომლითაც ყოველ შობის დღესასწაულზე ნაძვისხეს რთავდა. მასზე კი როგორც გითხარით, გრიგოლ კობახიძის, ანუ ჯორჯ კობის მიერ შესრულებული ვაჟა-ფშაველასეული შვილის ნუკრი იყო გამოსახული. 1939 წლის 17 აგვისტოს მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე ბემბიზე მუშაობა როგორც იქნა დაიწყო. 1940 წელს სცენარისტ და 15 კაციანმა ჯგუფმა სცენარის წერა დაასრულა. მულტიპლიკატორები კი ხატვას შეუდგნენ. ბემბიზე 9 რეჟისორი მუშაობდა, თუმცა არც ერთი სცენა, არც ერთი კადრი არ შექმნილა Walt Disney-ის უშუალო მონაწილეობის გარეშე.
1942 წლის 9 აგვისტოს ლონდონში, რამდენიმე დღის შემდეგ 13 აგვისტოს კი ნიუ-იორკში ბემბის გრანდიოზული პრემიერა გაიმართა. 21 აგვისტოდან კი მულტფილმი მსოფლიო კინოგაქირავებაში ჩაეშვა. თუმცა ომისა და გაჭირვების გამო თავდაპირველად წარმატება არ მოჰყოლია. უფრო მეტიც ფინანსური ზარალიც კი ნახა და მასზე დახარჯული ბიუჯეტიც ძლივს შეავსო. მაგრამ როდესაც ომის დასრულების შემდეგ 1947 წლის 25 დეკემბერს შობის დღესასწაულზე ბემბი კინოეკრანებზე ხელახლა უჩვენეს, ეს იყო ნამდვილი აფეთქება და აბსოლუტური ტრიუმფი. მულტფილმმა, რომლის შექმნაც დისნეის $858,000 დაუჯდა, მსოფლიო გაქირავებაში 268 მილიონი მოაგროვა. რაც დოლარის ინფლაციისა და კინოს ბილეთის ფასის ცვალებადობის გათვალისწინებით დღეს თითქმის 1,7 მილიარდს შეადგენს. 1953 წლის 4 მარტს ამერიკის კინოხელოვნების აკადემიის უმაღლესი პრემიით დაჯილდოების მე-15 ყოველწლიურ ცერემონიაზე Walt Disney-ის ბემბი 3 ნომინაციით იყო წარდგენილი ოსკარზე. წლის საუკეთესო მუსიკისთვის, სიმღერისა და ხმოვანი გაფორმებისთვის. აქვე გეტყვით, რომ იმ წელს 7 ოსკარი დაიმსახურა უილიამ უაილერის მისის მინივერმა და 3 ოსკარი სურათმა იანკი დუდლ დენდი. და ბოლოს ამ ამბავში ყველაზე სამწუხარო ის ფაქტია, რომ ის რაც ფშაველმა ლუკა რაზიკაშვილმა დაწერა და რაც რაჭველმა გრიგოლ კობახიძემ დახატა, ჰოლივუდმა ამერიკული პოპკულტურის განუყოფელ ნაწილად და კომერციულ წარმატებად, მილიარდიან წარმატებად აქცია. თუმცა არც ერთი ქართველი უხსენებია და არც მეორე. ვისაც შვილის ნუკრის ნაამბობი და ბემბი ცხოვრება ტყეში წაკითხული აქვს, ყველა მშვენივრად ხვდება, რომ ვაჟა გაძარცვეს. მულტფილმი ბემბი და კობის საშობაო ორნამენტი თუ გაქვთ ნანახი, იმასაც იოლად მიხვდებით, რომ ეს რაჭველი კაციც გადარცვეს. მთელი დიდება კი დისნეის დარჩა. მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ერთ დღესაც სიმართლე თავის გზას იპოვის.